18 საათსა და 30 წუთზე განახლებული ტელესტუდიიდან, განახლებული ფორმატით მალხაზ გულაშვილის დიდი რეალური პოლიტიკა. მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია ტელერადიო კომპანია Georgian Times, ეს რეალური პოლიტიკა, მე მალხაზ გულაშვილი გახლავართ. დღეს უჩვეულო გადაცემა გელოდებათ, გამომდინარე იქიდან რომ თქვენ შეჩვეული ხართ, რომ ჩვენ საერთაშორისო და სოფლიო პოლიტიკას მიმოვიხილავთ. თუმცა დღევანდელი გადაცემა გაცილებით უფრო მძაფრად ასახავს იმ პროცესს, რაც დღეს სოფლიოში მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ქართველებს ხშირად გვავიწყდება ვინა ვართ, რანი ვართ და რანი ვიყავით. მე არასოდეს არ დამავიწყდება 1990 წლის 2 მაისი, როდესაც ზვიად გამსახურდია გამოვიდა იდრიატის ფესტივალზე და წაიკითხა უნიკალური თავისი ნაშრომი საქართველოს სულიერი მისია. ეს იყო მართლა ჩემში მოახდინა რევოლუცია ამ ნაშრომმა, საქართველოს სულიერმა მისიამ. მოკლედ რო გითხრათ, ბატონი ზვიადი მაშინ ამბობდა, რომ ქართველები ცხოვრობდით, განსახლებული ვიყავით თითქმის მთელ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე და საკმაოდ დიდი ცივილიზაცია ვიყავით და ეს შემდეგ ამ ცივილიზაციის დეკადანსი მოყვა და ამ ცივილიზაციის დეკადანს მოყვა ის, რომ ნელ-ნელა დამცირდა, დაიმცრო ქართველიერი, თუმცა ივანე ზოსიმეს თავის კვლევების შედეგად და იმ გამოცხადებების შედეგად მან დაწერა უნიკალური ნაშრომი ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, რომელიც დღემდე ასაზრდოებს ქართველ ერს. და ყველაფერ ამასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ და თემა არის ქართული ცივილიზაციის გავლენა მსოფლიო ცივილიზაციაზე. მოვიწვიეთ ბატონი გია კვაშილავა, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი. მე პირველი სიტყვა მინდა ბატონ გია კვაშილავას გადავცე, მაგრამ სანამ ბატონ გია კვაშილავას გადავცემ სიტყვას, მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, ქართველთა წარმოშობის ისტორია რატომ არის დღემდე მოცული ბურუსით? ცოდნა იმისა, ვინ ვიყავით, საიდან მოდიოდა ქართველობა წარსულ საუკუნეებში, ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ და როდის და რატომ დაიკარგა ეს ცოდნა და თუ დაიკარგა საერთოდ. ერის სიძლიერე დამოკიდებულია სულიერ ღერძზე, როდესაც სულიერ ღერძს ამსხვრევ, გინდა ერიც დაამსხვრიოს, სწორედ ამ მიზნით ხომ არ იჩქმალება ჩვენი წარმოშობის ისტორია. ბატონო გია, მე გთხოვთ თქვენებურად შეუდგეთ იმ აზრების კულტივაციას, რომელიც ჩვენ ადრე გქონდა გადაცემა ამ მიმართულებით, ჩვენ გქონდა ესეთი ტელეკომპანია დრო, სადაც ბატონ გია საავტორო გადაცემა მიყავდა და მოდით შევუდგეთ ამ საკითხს. პირველ რიგში მადლობა ბატონო მალხაზ მოწვევისთვის და მივესალმები თქვენ ტელევიზიას, რომ ასეთ მნიშვნელოვან თემას დიდ ყურადღებას უთმობს. მინდა ქართველებს გავახსენოთ, რაც თქვენ ბრძანეთ ბატონის ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით, ჩვენი мотиваცია სწორედ ეს იყო, რომ ამ თემებს მაშინ მე როგორც ბავშვი, სკოლის მოსწავლე დავინტერესდი. ამის გარდა იყო წიგნები, კერამის, აკლდამები, მეცნიერები და არქეოლოგია, აი ესეთი წიგნი არსებობს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძველი ცივილიზაციების შესწავლისთვის. ჩვენ ქართველებს სად გვაქვს ადგილი? აი ეს ამოცანა დავუსვი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ ძველი ქვეყანა, ძველი ერი და ამის სამტკიცებლად რა მასალები არის დაწერილად, ტექსტობრივად, რა არის მოცემული ძველ ბერძნულ წყაროებში, ძველ ბერძნულ ლათინურ წყაროებში და სხვაგან, სხვა აღმოსავლურ ტექსტებში, შუმერულ ცივილიზაციაში, ან ბაბილონში და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა გავიხსენო ქართველთა განსახლების თაობაზე რა წარწერა არის მოცემული ინფორმაცია ივანე ანტიოქიელის ახალი წეთაღრიცხვის მე-7 საუკუნეში. ის წერს, რომ იაფეთის მოდგმას, ანუ ქართულ მოდგმას წილად ხვდა მიდიიდან, ანუ დღევანდელი სპარსეთის ჩრდილოეთ მხარიდან, ჩრდილოეთ ნაწილი ვიდე ბრიტანეთის კუნძულებამდე. რუკაზეც შეგვიძლია ეს ვაჩვენოთ. მთელი მიწაწყალი ექვსინის პონტოს
შავი ზღვის გარშემო. რომელი რუკა უნდა აჩვენო? პირველი რუკა თუ შეიძლება გვაჩვენეთ. მდინარე დანუბისა და ეს არის დუნაი, მდინარე ტანაისი გარშემო კავკასიის მთებში, ტიგროსიდან ვიდრე პონტოს ზღვამდე, როდოსი, კვიპროსი და სხვა კუნძულები. აი ეს რუკაზე მშვენივრად ჩანს ეს მასალა, რომელიც სხვათა შორის რომ გითხრათ, ეს ჩვენს წიგნებშიც მოხვდა. ივანე ჯავახიშვილის. აი ახლა რუკას აკვირდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ახსენით ბატონო გია თუ შეიძლება ეს რუკა. აი ეს იაფეტური მოდგმა, ანუ ქართველური მოდგმა, თეთრ ადამიანების მოდგმა, ხალხთა განსახლების სულ გაადიდეთ რუკა თუ შეიძლება. მონიშნულია ვარდისფრად. ეს არის იოანე ანტიოქელის რუკა, რუკის იმის წერის მასალების მიხედვით რუკას ჩვენ შევადგინეთ. მე თუ კიდევ გეტყვით რომ ეს ისტორიულადაც გამაგრებულია მარტო ეს მასალა არ არის, არამედ ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია წერენ რომ ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან უძველეს დროში დაახლოებით 6000 წლის წინათ ესე იგი აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე, სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის, აპენინის, პირენეს ნახევარკუნძულებზე, აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე, აი რაც თქვენ ვარდისფრად ხედავთ, ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობენ, ამ მოდგმის ხალხებმა შექმნეს ძალიან ადრინდელი და დიდი კულტურული ცენტრები. ევროპაში ამ გვარტომების ხალხებს წინ უსწრებდნენ შემდეგ მოსული ინდოევროპელები, ანუ ქართველური მოსახლეობა ამ ვარდისფერ სივრცეში ადრეს ახლობდნენ, ვიდრე ინდოევროპული ტომები გამოჩნდებოდნენ ამ სივრცეში, რომელთაც დამხტური მოსახლეობისა და მისი განვითარებული კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს. მარტო ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ყავჩიშვილი კი არ წერს. 1912 წელს მიხეილ წერეთელი აღნიშნავს, რომ ქართველები, რომელიც ჩვენს დიდ ასულზეებს ლაპარაკობთ, ზოგჯერ გონიათ, რომ ბაქი ბუქობთო და ეს თელი მასალა, რაზეც ახლა მე გეუბნებოდით, მან დაწერა სუმერული და ქართული, რომელიც გამოაქვეყნა 1912 წელს. ტიდე მარგველაშვილი იყო ქართველი კაცი, სწორედ ამ რუკასთან დაკავშირებით მინდა ვილაპარაკოთ, მან დისერტაცია დაიცვა 1927 წელს გერმანიაში, სწორედ ამ თემებზე არის მასალა მოცემული, თუ სურვილი აქვთ მეგობრებს, მე შეგვიძლია გავაცნოთ შემდეგში. ასევე მარტო ისტორიული მასალებით არ ხდება ეს, არამედ არქეოლოგიური მასალებით არის დადასტურებული. ოთარ ჯაფარიძე, აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძე სწორედ განიხილავს ამ სივრცეს ქართველთა განსახლებას. აი შემიძლია ერთი ციტატა წავიკითხო მისი წიგნიდან, ქართველურ ტომებს უძველეს ხანაში მარტო შავი ზღვის სანაპირო კი არ ეკავათ, არამედ შორს დასავლეთითაც ეგეოსის ზღვის რეგიონშიც ცხოვრობდნენ და მჭიდრო გენეტიკური სიახლოვე აკავშირებდა აქ მოსახლე ადგილობრივ პელასკებთან. ასევე ბერძნულ წყაროებში აი მე შემიძლია ბატონო მალხას გაჩვენოთ, აი ეს არის ძველი კოლხეთი არგონავტების წყაროებში პროფესორი აკაკი ურუშაძის წიგნია. აქ არის ყველაფერი მასალა ჩვენს შესახებ ძველ ბერძნულად და ქართული თარგმანი. ჩვენ რომ ევროპაში სახლობდით ადრე, სხაპარი კი არ არის. არამედ აქ არის მასალა მოცემული. ყველა ქართველური ტომი დაახლოებით 33 ქართული ტომი აქვს დასახელებული, რომელიც განსახლებული იყო შავი ზღვისკენ. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ? მაკრიელები, დოლიონები და ასე შემდეგ. სხვათა შორის მაკრიელებზე მინდა გითხრათ, რომ აპოლონიუს როდოსელი არგონავტიკაში წერს, რომ მაკრისელთა პელასკური ლაშქარი მოგვადგაო. ანუ მაკრიელი პელასკია. ანუ პელასკები და კოლხები ფაქტობრივად ამ წყაროების მიხედვით ერთნი არიან. მე შემიძლია მე დავასახელო ბევრი სხვა მიმართულებით, რომ კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ, რომ ჩვენს კოლეგებს კონდეს საშუალება საუბრისა. თუ გაგრძელოთ. აი ახლა მინდა გავიხსენო, არა მარტო არქეოლოგია ისტორიული, არამედ საეკლესიო პირებიც აღნიშნავენ, სხვათა შორის დონ კრისტოფორე დე კასტელი წერს ასეთ სიტყვას. ქართულადაც თარგმანი გვაქვს შესანიშნავი 1976-მეშია გამოცემული და ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავეცნოთ ამ წიგნებს, უნდა განვიხილოთ ქართველებმა ქვეყნიერება განანათლეს, ანტიკური ბერძნული სიბრძნე წარმოშვეს. ეხლა მე არ ვიტყვი იმას, რომ რამე გადაჭარბებული აქა ჩვენზე არავინ არაფერს არ დაგიწერთ, ისეთ რომ სრულად ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა მაშინ. ბატონო გია, გააგრძელეთ თუ შეიძლება. მინდა რომ მეცნიერულად დაასაბუთეთ ეს განსახლება ქართველების. მინდა რომ ჰაპლოჯგუფები და გენეტიკურად უკვე თანამედროვე კვლევა რომ აჩვენოთ ჩვენს მოსახლეობას. მე მინდა რომ ჩვენ ქართველებს ვუთხრა დამამტკიცებელი მასალები გვაქვს, არა
ჩვენ აქ იმისთვის არ მოვსულ ვართ, რომ რამე ბაქიბუქობაზე გქონდეს საუბარი. ყველა წერილობითი ძეგლი გვაქვს და გვაქვს უკვე 4000 წლის დამამტკიცებელი სახელმწიფოებრივი დამამტკიცებელი წერილობითი ძეგლები და ამასაც გაგაცნობ, სადაც ნახსენებია ეს დეტალები. რადგანაც ქალბატონმა რუსიკომ ახსენა არგონავტები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არგონავტების მითი ეს 3400 წლის წინანდელია და თუ ჩვენ სურათს ვაჩვენებთ მეორეს, აი აქ არის მეორე სურათი თუ შეიძლება. აი სწორედ ქალბატონ რუსიკოს ვაჩვენებთ, აი რომ არგონავტების როგორ დაედევნა ჩვენი ესე იგი კოლხების გემები. აი ხაზი ჩანს და ნაწილი რომელიც ვერ დაეწია, აი თქვენ გზებს ხედავთ, ესე იგი ფაზისიდან, ანუ ფოთიდან გადის, მერე შავ ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს მიყვება სანაპიროს, შემდეგ დუნაის მიყვება და ჩადის ხორვატიაში. ბერძნული წყარო არა მარტო ერთი კი არა, ბევრი წერს, ესე იგი კალიმაკი აღნიშნავს, რომ კოლხებმა დააფუძნეს ქალაქი, რომელსაც კოლხურ ენაზე უწოდეს პოლა. ქალაქ ხორვატიაში დღეს თქვენ ვიკიპედიაში რომ შეიხედოთ ეს წერია. ეს არის ის კოლხები, რომლებიც არ გაყვნენ არგონავტებს ბოლომდე და იქ დასახდნენ, უკან დაბრუნება არ შეეძლოთ, იმიტომ რომ ეშინოდათ. შემდეგი გზა ადის დღევანდელი ვენეციასთან ახლოს ადრიაში, ისე გადიან არგონავტები თითქმის ავსტრიამდე, შემდეგ უკან ბრუნდებიან, ეს რუკაზე ჩანს, იტალიაში, აი მაგალითად იქ კუნძულია, ნახევარკუნძული, რომ ან შეიძლება კუნძული, სადაც ცხოვრობს აიეტის და კირკე, აიაიას დედოფალი. აი ესეა ცნობილი და აიაიას და მედია, ესე იგი კირკესა და მედიას შეხვედრის ამბავი აქვს აღწერილი აპოლონეს როდოსელს, რომელიც როცა მოუნდა კირკეს კოლხურ ენაზე დაელაპარაკა მედია, ეს ცნობილია. მამიდა და ძმისშვილი. ყოველ შემთხვევაში ის ტომები, რომელზეც თქვენ საუბრობდით, მაკრელებზე, ერთ-ერთი ტომია, რომელიც ძირითადად დასახელებული იქ დოლიონები და სხვა ქართველური ტომებიც არის. თუ მესამე სურათზე ვაჩვენებთ, ეს მაკრელები, ანუ პელაზგურ კოლხური ტომები. მესამე სურათი თუ შეიძლება. სადაც ძველი ბერძნული წერილობის ძეგლების მიხედვით პირდაპირ წერია პელოპონესის ნახევარ კუნძულს ქვია პელაზგია. ანუ მაკრელი, ეგრეთ წოდებული მაკრონები, რომლებიც გადმოსახლებული არიან კუნძული ევბეადანზე დაწერია რუკაზე, სადაც მაკრონები ეწოდათ. ევბეას მაკრისიც ერქვა, ევბეა მეზობელი მხარეა პელოპონესისას, რომელსაც უწინ პელაზგიად იწოდება. ეს არის აპოლონეს როდოსელის არგონავტიკის ერთ-ერთი ციტატის განმარტება სკოლიასტისა. ამის გარდა ქართველური ტომების რაღაცა ნაწილი ისევე ბერძნული წერილი წერს ამას, რომ ნანას მეფობის დროსო გადასახდა ერთი ნაწილი, ჰელანიკე მიტენელის აქვს ეს დაწერილი, მესამე სურათში თუ ვაჩვენებთ, თუ შესაძლებელია მესამე სურათი ვაჩვენოთ, პელაზდა ერთი ნაწილი, რომელიც ელინებმა საბერძნეთიდან განდევნეს, დასახდა იტალიაში, ტირსენიაში, ეტრურიაში. თუ შესაძლებელია ფოტო ვაჩვენოთ, სადაც გვაჩვენ მესამე ფოტო, ეს არის მეორე. თუ შეიძლება რომელი? მესამე ფოტო. ხო, აი სადაც განსახლდა აი ეს კუნძული. მესამეა ეს. ეს მეოთხე ხო არ არის? მაშინ ეს არის მესამე. მეოთხე. მეოთხე გვაჩვენეთ. მეოთხე გვაჩვენეთ. აი სწორედ აი აქ შეხვდნენ პატარა კუნძულია იქ რომთან ახლოს, ცოტა ზემოთ, აი აქ შეხვდა კირკე და მედია. ფაქტობრივად ეხლა მე გეტყვით კირკეს შვილებს რა ქვია სახელი. კირკეს შვილს ქვია ლატინუსი და რომუსი. ბერძნული ლათინური წყაროების მიხედვით. აი ეს თუ რომის დამფუძნებელი, აი ყოველ შემთხვევაში წავიკითხავ მე პლუტარქეს ციტატას. რომი დააფუძნა ოდისევსისა და კირკეს ვაჟმა რომუსმა, აი ეს პირდაპირ წერია. ჩვენმა დედოფალმა, ეს ქართველებმა სამწუხაროდ ვიწრო სპეციალისტების გარდა არ იცის. საბერძნეთის ტერიტორიაზე თესალია, თესალონიკი თუ ქალაქი, აი ეს მარტივად რომ ვთქვათ, იმის სივრცე ცოტა ქვებოთ, ქვია ბედიასა და იასონის შვილის სახელი თესალოსი. წარმოდგება ადგილის სახელწოდება თესალია, რომელიც ამჟამად საბერძნეთის რეგიონია. ამას წერს დიოდორი სიცილიელი. შეიძლება ერთი კიდე რაღაც, რომ აი რითი არის მაგალითად როდოსელისთვის საინტერესო კიდევ ეს ტერიტორია.
ჩვენი აი ეს კოლხეთი. საინტერესოა იმითი, რომ აქ არის ის ტექნოლოგიური პროცესები, რომელიც უცხოა იმ ცივილიზაციისთვის. აი სწორედ აღნიშნულია, რომ მოქროს მოპოვება, აი მე ციტატა არ ყველაფერი. ჩვენ ხო არ დაგვირქმევია ოქრო მრავალი ქვეყანა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს დაგვარქვეს მათ, ხო? აი ეს სტრაბონის წინადადებას წავიკითხავ თქვენთან დაკავშირებით. კოლხეთის ქვეყნის სიმდიდრე, აი ესე წერს სტრაბონი. ოქროს, ვერცხლის, რკინისა და სპილენძის სიუხვე იყო არგონავტების ლაშქრობის ნამდვილი მიზეზი. იასონისა და მისი მდევარი კოლხების ლაშქრობის კვალი არის კრეტაზე, იტალიასა და ადრიანის, ანუ ვენეციის ახლოს. ყოველ შემთხვევაში ეს წერილობით ყველაფერი გვაქვს ჩვენ. აი ხლა მე მინდოდა გამეგრძელებინა ის განსახლების სივრცე რომ დავადასტურო. არიელების ქვეყანა ეს სპარსეთის ჩრდილოეთ ნაწილია, კასპიის სამხრეთი ნაწილი, კასპიის ზღვის მედია სახელი ქვია, მიდია, ამას წერს ჰეროდოტე. გვინდა არ გვინდა, ნუ ყოველ შემთხვევაში წყაროში არის ეს მასალა და ახლა წარმოვიდგინოთ ჩვენ რა მასალა ხდება თუ მეხუთე სურათს ვაჩვენებ. მეხუთე სურათი თუ შეიძლება. აი თქვენ გაინტერესებდათ კვარარაქსის კულტურის მქონე ხალხის მიგრაცია. ხაბლო ჯგუფები ეს მინოსური კრეტა იქ ნაჩვენებია. გააჩერეთ რომ მაყურებელმა სურათი აი ზემოთ აწერია G2-ა, G1, G2-ა, T1-ა. იგივე არის კვარარაქსის კულტურის მონაცემები. აი ეს მრავალი რუკაა შედგენილი უკვე. ანუ მინოსური კრეტეს ტყუილად რომ თქვათ შეცდომით დაარქვა ევანსმა, იმიტომ რომ ევანსი ცდილობს რომ კაცის სახელი დავარქვაო იმ კულტურას, რომელსაც ინგლისური ტრადიციით არ აქვს ქალის დარქმევა და ეს ქალი, რომელიც ახლა კრეტას მართავს, ჯერ არ არის მისიც ქმარი, მინოსის ქმარი გახლავთ პასიფაე. პასიფაეს დედას ქვია კრეტა. ეს არის ისევე ბერძნულ წყაროში კრეტა და მას აქვს მეფობა, ანუ როგორც ახლა აღნიშნოთ, აი თამარ მეფე დაახლოებით ასეთი მეფეა. მის შესახებ მოზაიკები მთლიანად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მეორე საუკუნის, ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის რომაული ვილა არის აღმოჩენილი აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე, სირიის ტერიტორიაზე, ესე იგი 15-20 მეტრი ფართობის ამ სიდიდის ოთახში მოხატულია ჩვენი დედოფალი, ანუ კრეტის დედოფალი მეფე პასიფაე, რომელიც ბრძანებას გაცემს დედალოს და იკაროს ეუნება, რომ ავაშენოთ სასახლე კნოსოსისა, რომელიც არის დღეს 20,000-25,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული. სამწუხარო, რომ ეს საზოგადოება ასე ნათლად არის. ხო და ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ საზოგადოებამ დაიგოს. აი ეს ხავს ძმები, რომლებიც ბერძნული წყაროების მიხედვით ყირიმს მართავენ. მეორე ძმა მართავს ეგვიპტეს, მზის ქალაქის დამაარსებელია აქტისი. ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი გვაქვს ეს ინფორმაცია და დაწერილია ტექსტობრივად ყველაფერი, რომელიც 560 ტომია. ახლახან შეიძინა ჩვენმა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ბერძნულ ლათინური წერილობითი ძეგლები, რაც არის ყველაფერი შეუძლია ქართველებმა წაიკითხონ. ჩვენ გვჭირდება მასი წაკითხო. რა თქმა უნდა, წაკითხული არის. ყოველ შემთხვევაში გითხარით, რომ აკაკი ურუშაძეს ეს ყველა მასალა კარგად აქვს შედგენილი და გვაქვს ეს მონაცემები. აი ის მინდა გითხრათ, რომ კიდევ მინდა გითხრათ, რომ რატომ განსახლდა ეს ხალხი. თუ სურათს ვაჩვენებთ მე-6-ს. მე-6 თუ შეიძლება. აი მე გაჩვენებთ ეს იშვიათად არის ეს რუკა ნაჩვენები ჩვენთან. ასეთი ღვინის ცოდნე იყო ჰარემ დე ბლეი. ჰოლანდიელი წარმოშობით ინგლისელია და მას ეს წიგნი ეგერ არის წიგნი ნაჩვენები, სადაც დახატულია ღვინის, ანუ ვაზის კულტურის გავრცელება. შეხედეთ საქართველოსთან როგორ ვრცელდება. ახლა მეორე ეს გაკულტურებული ვაზის გავრცელების მიმართულებები ზუსტად ემთხვევა იმას, რაც მე ადრე გაჩვენეთ რუკა ეს რამდენიმე წუთის წინ. გენეტიკური გავრცელება. ახლა მე შემიძლია გაჩვენოთ მე-7 სურათზე თუ ჩქარა არის ესა მე იმიტომ ბევრი მამე მაქვს სათქმელი და მინდა მოვასწრო. მოვასწრებ. აი აქ აი შეხედეთ როგორც არის ვარდისფრად
აი ზუსტად ეს ქართველთა განსახლების ის რუკა, რომელიც ადრე არის შედგენილი სხვა ავტორების მიერ, ეს უკვე სოფლის მეურნეობის კულტურის შესავლის, ვაზისა და ხორბლის კულტურის გავრცელების სივრცე არის. ანუ როგორც ჩანს ჩვენი დაკვირვებით, ქართველთა უძველესი ტომი 7-8000 წლის წინ ან უფრო ადრე შეიძლება განსახლდნენ, ამათ გავრცელეს ეს კულტურა მთელ მსოფლიოში. ყოველ შემთხვევაში ამის მტკიცება გააკეთა მაგ გოვერნიმ, ეს იყო ამერიკელი და ქართველი მეცნიერი ბატონ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, ეს ავტორი ახლახან გარდაიცვალა, ამერიკელი მეცნიერი, მას უნდა უმადლოდეთ, რომ ქართული ღვინის სამშობლო არის 8000 წლის მისი ნაშრომი. უფრო მეტის არის ქალბატონ ანას თუ მოусმენ. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა რაც არის სოფლიოში, რაც აღიარებულია, ამას გეუბნებით ჩვენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არა ისეთნაირად ვიფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია. თუ მერვე სურათს ვაჩვენებთ, რატომ არის საქართველოს მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის. აი ეს არის აბრეშუმის გზა. როგორც ჩანს ძველი წერილობის წყაროების მიხედვით, რომის იმპერიას კი არ ქონდა მარტო აბრეშუმის მოთხოვნა, არამედ ცოტა ადრეც ყოფილა, მაგალითად შუმერულ წერილობით ძეგლებში გვხვდება აბრეშუმი. ურუქში არის აღმოჩენილი მისი ბოჭკოები, რა თქმა უნდა ეს ალბათ ჩინეთიდანაა ჩამოტანილი. საოცარი ამ რუკაზე ინდოეთის კონცხს შრი-ლანკასთან ახლოს ქვია ლათინური წყაროების მიხედვით ანონიმ პერპულუსის პონტის ექვსინუსის წიგნში წერია ინდოეთის კოლხეთი, საიდანაც აქ წერს კოლხები ამზადებენ სელს ქსოვილებს და ჩამოაქვთ, აი მაგათაც წერია, ესე იგი პირველ-მეორე საუკუნეში ახალი წელთაღრიცხვის კომორნის კონცხს ან კანიაკუმარის ჩრდილოეთ აღმოსავლეთით კოლხეთის ყურის ამჟამინდელი, ესე იგი დაარსდა ნავსადგური ინდოეთის კოლხეთი ეწოდა, საიდანაც კოლხებს გაქონდათ მაგალითად სპილოზვალი, მარგალიტი, ძვირფასი ქვები და სანელებლები და ყიდიდნენ რომში, მაგრამ ეს გზა აქ თუ რუკას კიდევ კარგად ვაჩვენებთ, ძირითადი გზები არის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ძირითადი გზა ყოველ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე გადის და აი ფაზიში, ფოთში, აი ამ ადგილას სწორედ ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში, რადგანაც სტრაბონი წერს 80 ენა ისმის ამ ტერიტორიაზეო, მოიჭრა ესე იგი მსოფლიოში ფული. კოლხური თეთრი ცნობილი ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის საერთოდ პირველი ფული მოიჭრა ლიდიაში, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ფულია მოჭრილი, აი ესე რომ თქვა და დიოსკურიაში ანუ სოხუმის ტერიტორიაზე კი საქალაქო ფულია მოჭრილი. აი ეს მასალები ჩვენ შევისწავლეთ არა მარტო ერთი მიმართულებით, წერილობითი ძეგლები, ყველა მე საერთოდ ძველი ეგვიპტურიც ვისწავლეთ და ძველი შუმერული ტექსტები და ვიცი ეს ენა, იმიტომ რომ ძველი მათემატიკური ტექსტების შესწავლის გამო დავინტერესდი ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ბაბილონის მათემატიკა ყოველ შემთხვევაში ეხლა იცის მათემატიკოსებმა, მათემატიკის ისტორიკოსებმა, რომ ძველი საბერძნეთიდან გაჩნდა კი არა, არამედ კვადრატულ განტოლებას, კუბურ განტოლებებს ხსნიან და არაჩვეულებრივი მათემატიკური შედეგები, პითაგორას თეორემაც კი გვაქვს. ოღონდ ისე არა თეორიულად ჩამოყალიბებული, არამედ პრაქტიკულად ამოცანებისთვის იყო საჭირო. ესე იგი წერილობითი ძეგლები, ისტორიული წყაროები, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, სოფლის მეურნეობა, ვაზისა და ხორბლის კულტურა, ანთროპოლოგიური მასალა იმდენად მნიშვნელოვანი გვაქვს, რომ გენეტიკაზე გესაუბრეთ, განსახლება, ლინგვისტიკის კვლევები ჩვენ აი გამოვაქვეყნეთ ახაზოვანი წარწერების შესახებ, რამდენიმე ეს ჟურნალი 24-ია სხვადასხვა ნომერში გამოქვეყნებული, აქ 10 დაიბეჭდა ენათმეცნიერების საკითხებში უცხოეთში საკმაოდ ბევრია დაბეჭდილი ლინგვისტური კვლევა ახაზოვანის წარწერებისა, რომელიც აღმოჩენილია კრეტაზე და საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ამტკიცებს ქართული სახელმწიფობრიობის 4000 წელს, სადაც არის დასახელებული აია, კოლხეთი, ესე იგი მაკრიელი და ასე შემდეგ ის ქართველური ტომები, რომელიც აბსოლუტურად პირდაპირ არის იდენტიფიცირებული. მე შემიძლია კიდევ რაღაც დამატებით გითხრათ. აი ეს არის წიგნი, სადაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ჯგუფმა, პელაზგური ჯგუფი ქვია. მათემატიკოსები ვართ ამ შემთხვევაში, პროფესორი თემურ ჩილაჩევა, პროფესორი გიორგ პოჩხუა და მე ეს ყველაფერი მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირებით შევისწავლეთ. ფაქტობრივად ამ მიმართულებით კიდევ დისერტაციას ვიცავ და შეგიძლიათ მობრძანდეთ 27 ნოემბერს ამ მიმართულებით ვიცავ. ანუ ამ მოდელირების საშუალებით ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ დემოგრაფიული განსაზღვრა ქონდეს.
ესე იგი 7000 წლის წინ ქართველური ტომები რიცხობრივად რამდენი იყო? მილიონი გამოვიდა. შემდეგ პროცესში 2500 გავიდა, რამდენი გახდა? პირველ საუკუნეში დაუშვათ ახალი წეთაღრიცხვიდან ძველი და როგორ გაიშალა ეს? ეხლა რამდენი ვართ და რამდენი ვიქნებით? აი რამდენი ესეც შეგვიძლია ჩვენმა ჯგუფმა ეს დაადგინოს და გვაქვს. სხვათა შორის დიდ კვლევებსაც ვაწარმოებთ. ახლა ახალი კვლევებიც გვექნება. ნოსტრატული თეორიის თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია 15000 წლის წინ კაცობრიობა რამდენი იყო დედამიწაზე, ეს მათემატიკურად ზუსტი მათემატიკური გაანგარიშებით ხდება და ეს ძალიან რთული თეორია მათემატიკურად. კი, მაგრამ რა საინტერესო მეცნიერება მათემატიკა. აი გიჟდები. აი ჩვენ კიდევ გვაქვს წიგნი გამოცემული, მრავალი კრებული არის, ეს მრავალი ავტორის მიერ არის, არგონავტიკა, მედია და მითი და სინამდვილე, სადაც შემიც ნაშრომია, ეს კახა კალაძის დაფინანსებით გამოიცა და მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო ჭუმბურიძეს, რომ მან ორგანიზება გაუკეთა ამ წიგნის გამოცემას. მინდოდა მეთქვა კიდევ იმ საკითხებსთან დაკავშირებით, რომიც იშვიათად ვიცით ჩვენ. სად არის ეს ქალბატონები, მედია, კირკე, აიეტი დაუშვათ და პასიფაი. სამწუხაროდ არ ვიცით, რომ ლუვრის მუზეუმებში შევდივარ და ჩვენი დედოფლებია გამოხატული. ეს ფოტოები დღეს მინდოდა მეჩვენებინა, მაგრამ ტელემაყურებელი არ მინდოდა გადამეტვირთა, თორემ მე მაქვს ეს მასალები მოტანილი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ესე იგი აიეტი როგორ არის გამოხატული ძველი წეთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ბერძნულ ჭურჭელზე. სუსტად სახე ვიცით, მედიას სახე. მედია სხვათა შორის პლუტარქი ამბობს, რომ მედია როგორც მედია არ არის ჯადოქარი, არამედ უბრალოდ ბერძნები აღწერენ, მეცნიერი ქალბატონია, იმიტომ რომ მან იცის ნავთი გამოიგონა. და წერია პლუტარქეს, რომ პირველად ნავთი აჩვენა ბერძნებს, მედიამ, ესე იგი ჩაყო რაღაც ჯოხი და ცეცხლი მოუკიდაო. ასევე მოუკიდაო იმებს, რა ქვია, მთელი ისა, რა ქვია, ესე იგი გვირგვინს ჰქონდა ეტყობა ეს ნავთის შემოსხმული და მოეკიდა ცეცხლი და ასეთნაირად და რაც არ იცის ადამიანმა ის გონია ჯადოქრავა. ძალიან განვითარებული ოჯახი იყო ესენი. ესე იგი საქართველოში ნავთიც იყო რა ხარ მედიამ ნავთის ზოგი მეტყვის რომ ეგრე გამოდის. არგონავტების მითის პერსონაჟები. აი ახლა მინდა გითხრათ სწორედ რომ ესენი არ არიან მითის პერსონაჟები. აღმოჩნდა რომ 1952 წელს მაიკლ ვენტრისმა წაიკითხა ინგლისელმა მეცნიერმა B კლასის ხაზოვანი წარწერები, რომელიც ბერძნულია, ეს არის ჰომეროსამდე ჰომეროსის წინ 1-600-700 წლით ადრე, სადაც ნახსენებია იასონი, მედეოსი, მედიას ვაჟიშვილი, აიეტი, კოლხეთი, აია. ფაქტობრივად ამასალების მიხედვით ჩვენ განსაზღვრეთ, ჩვენ კი არა, საქართველოს უკვე განსაზღვრული აქვს 3000 წლის ისტორია, თუმცა მეტია ჩვენი კვლევებით ახაზოვანის, რომელიც უფრო უძველესია ბეხაზოვანთან შედარებით 4000 გამოდის. ზემოდასახელული ბერძნული B კლასის ხაზოვანი წარწერების მიხედვით, დადასტურებული სიტყვების მიხედვით, ქართული სახელმწიფოებრიობის 3000 წლის განსაზღვრა სწორედ ამ დოკუმენტების მიხედვით შეადგინა თამაზ გამყრელიძემ, აკადემოს თამაზ გამყრელიძემ და 1999 წლის 31 იანვარს ოფიციალურად ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. იგივე პროცედურას თავაზობ უკვე აგერიცის ბატონმა 20 წელია ჩვენ სახელმწიფოს, რომ არის ეს დოკუმენტები, მასალები და ის თიხის პირფიტები, რაც არის დადასტურებული, იმის მიხედვით, თუ ამ მეთოდით გავაგრძელებთ ჩვენ. ეს არ არის კიდევ ხაზგასმით ვეუბნები, ვინც ეს თემები არ იცის, იმისთვის ეს არის თითქოს სხაბარი. ახლა მე გეტყვით. ეხლა მე მგონი დაიძრა ყინული ეხლა აქ ამ გადაცემაში მონაწილეობა უნდა მიეღო ჩემს მეგობარს დიდი ხნის და მასწავლებელს ასევე ალეკო ცინცაძეს, მაგრამ მოულოდნელად უცხოეთში წასვლა მოუწია. შემდეგ გადაცემებში მიიღებს მონაწილეობას. მე გეტყვით. ქუთაისის უნივერსიტეტში შეიქმნა სპეციალური კათედრა, რომელსაც აფინანსებენ, ეს არის იბერიული ცივილიზაციის კვლევის ასე ვთქვათ კათედრა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფუნქცია და უზარმაზარი მისია. და ჩვენ ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ ესეთ კვლევებზე. ეხლა აქ რასაც ვსაუბრობთ, ეს არის ფაქტიურად ქართული ერისთვის სამოქმედო პროგრამა. რომ ჩვენ უნდა გავახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, ვინ ვიყავით, რანი ვიყავით და რა როლს თამაშობდით.
ხო და დგება ის დრო, მე მგონი რომ ქართველი ერი უნდა გაიმართოს წელში და ამაყად თქვას რომ თქვენ ჩვენ რო ჭკუას გვასწავლით ვის სახში ცხოვრობთ და ვინ ახართ თქვენ საერთოდ ხო მე რო ვიყავი რომში მაგალითად და იგივე ფლორენციაში რაც თქვენ თქვით ეხლა რა მრუკას დახას ყველა ამბობს ყველა გიდი ამბობს რომ ეს რომაული კულტურა და ეს რომაული ასე ვთქვათ ბარელიეფები თუ ძეგლები არის გვიანდელი და ადრინდელი აქვს გამოფენილი და ეს ადრინდელი ვინ იყო ეტრუსკები არ იყვნენ და პელაზგები არ იყვნენ იქით ამემართულებით ეგრე არ არის ზუსტად ასე წერია მაგ დოკუმენტებში თუ მუზეუმის ექსპონატებს ნახავთ ყველა არის აგრეთვე მე იმიტომ მოვითხოვე ლუვრის მუზეუმში აბა სად არის ეს დოკუმენტაცია და როცა თქვენ ცოტა ფულს გადაიხდით ანუ სახელმწიფოებრივად ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არასოდეს არ დაუფინანსებია ჩვენი კვლევები ეს იყო კერძო პირების ისევე როგორც თქვათ უცხოელები ავსტრიელები და ინგლისელების მიერ დაფინანსებული და ქართველიდან მაგალითად ხო და როგორ შეიძლება სახელმწიფო ესეთ კვლევებს არ აფინანსებდეს ხო სამწუხაროდ არ ვიცი ვერ იგებენ ინფორმაციის მნიშვნელობას და საერთოდ პოლიტიკურად თუ ჩვენ ასე წარმოვდგებით სწორად მაშინ გამტკიცებული ქვეყანა შევიქნებით სხვა შემთხვევაში მე როგორც მეცნიერი ნაფიქრი ვარ ამებზე როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ქართული სახელმწიფო მე მინდოდა ანთროპოლოგიური მასალაზე მესაუბრა ყველასთვის ცნობილია ბლუმბერბახი და ყველა თეთრკანიანს ქართველებმა მე ბევრჯერ ვთქვი სხვადასხვა ტელევიზიაში ქართველი ქალის თავის საპატივცემლოდ დაარქვა და ეს მთელი ისტორია მე ჩამოვაყალიბე ჩავედით გეტინგენის უნივერსიტეტში პრომეთეუსი იყო ესეთი ორგანიზაცია რომელმაც დააფინანსა და ჩვენი ბრძოლით მოვიპოვეთ ეს დოკუმენტაცია ამის გარდა იქ სხვა თავის ქალებიცა ქართველი ცოცხალი ქალბატონი იყო ეს 1792 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს ყირიმში დაიჭერეს ულამაზესი ქალბატონი ნუ ხარამხანაში იყო ეს ქართველები დატყვევებული და მე ჩაიყვანეს მოსკოვში საჩვენებლად რომ ულამაზეს ქალია და დაიღუპა ეს ქალი ამ იმაში გამოიძახეს სპეციალისტი ჰილდერბრანდი მოსკოვში ექიმი და შეამოწმეს ყველანაირად და მე ეს თავის ქალა მან წაიღო თავის სახში ეს იმ სახშიც ვარ ნამყოფი მოსკოვში ავამოწმეთ მე გადააგზავნა თომას აშთან პეტერბურგში თომას აშმა გადააგზავნეს ისევე გერმანელი იყო ძალიან ცნობილი ფელდმარშალი რუსეთის არმიაში პეტერბურგიდან გააგზავნა ბლუმენბახთან იმიტომ რომ მას დისერტაცია ჰქონდა დაცული გეტინგენის უნივერსიტეტში სწორედ ბლუმენბახმა თავის თეორია 1795 წელს ამ თავის ქალის გამო თლიანად გადააკეთა თავისი დისერტაცია და 230 წლის წინანდელი კალმით ნახატი ახალგაზრდა ქართველი ქალის შვენიერი გამოსახულება წერს ასე და მთელი ანთროპოლოგები შეკრიბა მაშინ და იმდენი წერილები წავიკითხე მათი მიმოწერისა რომ ესე იგი ისე აღწერენ ქართველ ქალს რომ საოცარია რომელიც ჩვენ არ ვიცით და ესე იგი მან თქვა ესე იგი ასეთი რამ კავკასიური სახესხვაობა ანუ თეთრი მოდგმა ეს სახელწოდება ავიღე კავკასისტების სახელიდან ორი მიზეზის გამო იმიტომ რომ მისი მახლობელი ტერიტორია განსაკუთრებით კავკასიის ქედის სამხრეთი ფერდობი წარმოშობს ადამიანთა ყველაზე ლამაზ მოდგმას საოცარი ამას რომ როცა ლათინურად კითხულობთ გულისხმობ ქართველებს ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზებით ასე ჩანს რომ კაცობრიობის თავდაპირველი საცხოვრისი თუ სადმე უნდა განმათავსოთ ყველაზე დიდი ალბათობით სწორედ ამ რეგიონში. ეს ჩანაწერი მას ხელზე აქვს ჩაწერილი ის დოკუმენტიც მოვიპოვეთ 1795-ში ხო გამოაქვეყნა წიგნად 1793 წელს და წერს ულამაზესი ქართველი ქალი ჩემი მშვენიერი ნაზი კალმით ნახატი ქართველი ქალი არ ვიცი და რასაზე თქვი რა ეს კავკასიური რასა დიახ ყველას აბსოლუტურად წერია კავკასიანი ყველა თეთრკანიანის რასა წერია კავკასიაში გეტყვით ეხლა ჰეგელი ცნობილი ფილოსოფოსი ეყრდნობა ბლუმენბახს და პირველ რიგში კავკასიურ მოდგმაში განხორციელდა სულის თავის თავთან სული ერთიანობა ეს ცნობილი ციტატა და მე შევეკითხე ჩემს პროფესორს და მან მითხრა რომ
ეს ქართველებს არ ეხებაო. მეორე გვერდზე ზუსტად ეწერა და ვაჩვენებ ჩემს პროფესორს, რომ კავკასიურ მოდგმას ესე იგი კავკასიურ მოდგმაშიო მე გულისხმობ ქართველს, ჩერქეზს და იტალიელსო. ნუ ამ შემთხვევაში იტალიელებს ახლა როგორ აქვს ეს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იტალიელები ჩვენები ყოფილან ახლა რაც რო გაგვაჩვენე მეტრუსკები ყოფილან და მოგლედ მე გეტყვით რომ მე მინდოდა მენახა ამერიკაში ეს ტერმინი შემონახულია დღემდე ბატონო მალხას კავკასიური თეთრი ადამიანის განსაზღვრელად და ბარაკ ობამას ოფიციალურად წერილი მივწერე რომ ვიცი რომ დედა თეთრკანიანია დედა ყავს ებრაელი და მის გრაფაში არა მარტო თავისი გრაფა წერია წარმოშობის არამედ მამის დედის და სხვა გრაფები ოფიციალური დოკუმენტი აგერ მაქვს სადაც წერია დედის გრაფაში თვითონ თავის გრაფაში ბლეკ წერია ნუ შავი და დედის გრაფაში კავკასიური აი ეს ტერმინები ჩვენ ტერმინი მე მან რა ქვია სტალინმა ამოიღო და ევროპეიდული ჩვენთან ამოღებული იქნა ბატონო და ევროპეიდული რასა და ბლუმენბახს ძალიან დიდხანს ცოტა აშაყირებდნენ იმაზე რომ ამას ეს ისე უყვარსო ეს დიხ რა ქვია მაგრამ ბლუმენბახია არ გეგონოთ რომ ეს არის როგორც ფიზიკაში ნიუტონი ასეთი ტიპის არის ანთროპოლოგიაში. გვინდა არ გვინდა ეს როდის იყავით ბოლოს კოდინგენში? ეს 2019 წელს. ანუ ის საცავებში რო იყო მეორე მსოფლიო ომის დროს არ განადგურდა ეს თავის ქალა ნამდვილად. არა, თავის ქალა თავის ადგილზეა, მაგრამ მეგონათ კიდევ ადგილ პროფესიონალებს რომ რაღაცა მასალები დაიკარგა და მე ეს მოძებნილი მქონდა ისევე გერმანიაში სხვა მუზეუმებში. მხოლოდ აი ეს თავის ქალა და თავის ქალები და ანთროპოლოგი რომ წერილობითი ძალიან სერიოზული ყველა დოკუმენტი დოკუმენტები იყო კოდინგენში უნივერსიტეტის ინფონაშის ყველა ჩამოვიტანეთ ეს მასალები რაც თქვენი საუბრით იქიდან გამომდინარე ეხლა მე ყველას მინდა რომ მოგიწოდოთ რომ ეხლა დავსახოთ გეგმები რომ ეს ინფორმაცია როგორ მივაწოდოთ სისტემურად რომ სახელმწიფომ აიღოს ეს სკოლებში შეიტანოს, სახელმძღვანელოებში შეიტანოს და რისთვის არის საჭირო? გისმენთ ბატონო ბაკურ. თქვენ ბევრი გაკეთებთ. პატარა ჩატბას გავაკეთებთ სანამ ამ კითხვას უპასუხებ და ახლობით ასეც და რაღაცა ისტორიული მიმოხილვა გვაქვს კიდე ერთ პატარა რაღაცას გავიხსენებდი აღორძინების ეპოქას. ხო? კი ბატონო. რენესანსი ეს არის ძველის გახსენება, ხო? ძველის აღდგენა. და რისი გახსენება და რისი ძებნა იყო ეს და რისი თავიდან აღორძინება იყო. ეს იყო ჰომეროსამდელი ეპოქის კულტურის, ჰომეროსამდელი არსებული ცივილიზაციის და რა იყო ეს? ეს იყო პელაზგური კულტურა. კი ბატონო. ანუ ევროპელები მე-10 საუკუნეში ფიქრობდნენ და ოცნებობდნენ როგორ გადმოეღოთ ეს კულტურა, როგორ აღედგინათ ცხოვრების ეს წესი, რასაც რეალურად ფაქტურად ევროპელებს ქართული ცოტა უხეშად ვიტყვი, მაგრამ მოპარული აქვს ყველაფერი პელაზგურ ეტრუსკულია და დაერქვეს რომ არის ეს ევროპული. სინამდვილეში მოპარული კი არა, ამაზე დგანა. დგანან ხო, განმოღებულია. უბრალოდ არ მიყვებია ბოლომდე რომ ეს კოლხეთში მოდის. ხო. რომ ეს საქართველოში მოდის. რომ ეს არის და დღეს ის რაც დღეს საქართველოში არსებობს, ხო? ეს ყველაზე მეტად თავშენახული, ყველაზე მეტად კიდევ უფრო კონსერვირებული ის ძველი კულტურა. რასაკვირველია თავისი მოდიფიკაციები, ხო? რა უნდა გავაკეთოთ? და რა არის ეს? ეს არის ყველაფერი ეს რასთან მივდივართ ადამიანთან, ანუ ღირებულებათა სისტემასთან მივდივართ. რა თქმა უნდა. არა? ჩვენი საგანძური საბოლოო ჯამში რა არის? არა ის თქვათ ირმისკა 6 სანტიმეტრიანი, არა ფესტოსის დისკი, რომელიც ერთის, მეორეს, მესამეს და მემილიონეც უძვირფასესი განძია და მტკიცებულება მხოლოდ და მხოლოდ იმისა, რომ ეს უძველესიდან მოდის ეს კულტურა, ეს ცივილიზაცია, ხო? საბოლოო ჯამში ჩვენი საგანძური არის ღირებულებათა სისტემა. აბსოლუტურად გეტყვი. რომელსაც დაცვა მოვლა ჭირდება, რომელსაც ზრუნვა საჭირო. არა? ხო და აქ სტრატეგიაა საჭირო, აქ ფიქრია საჭირო, როგორ გავაკეთოთ ეს. შენ ნაფიქრი გააკეთე პროგრამა გაკეთებული, ეროვნული პროგრამა ქართველთა განვითარების ისტორია, როგორც სახელმწიფოს მოდერნიზაციის საფუძველი. ხო, ნუ ეს პირველი ჩანახატებია ამ პროექტის და ვნახოთ როგორ განვითარდება. ვფიქრობ საინტერესოა და მსჯელობაც შეიძლება მის გარშემო. დღეს არა შემდგომში ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ვთქვათ ის რომ თავარი ამოცანა ღირებულებათა სისტემა.
უფრო სწორედ დავაზუსტებდი ღირებულებათა სისტემის იერარქია, რომელიც უნიკალურია ქართულ ადამიანში თავმოყრა. ხო, და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, რატომღაც აი აქცენტი კეთდება მუდმივად სამწუხაროდ, ეხლა მე ინჟინერი ვარ, მაგრამ ამას არ უნდა ვამბობდი, მაგრამ ინჟინრებზე, რაღაცა ფინანსისტებზე და ასე შემდეგ. ნაკლები აქცენტს აკეთებს სახელმწიფო აი ამ ისტორიკოსებზე, ანთროპოლოგებზე, გენეტიკოსებზე, მეცნიერებზე, რომლებიც იკვლევენ აი ამ უზარმაზარ დიდ შრეს, რასაც ქვია ქართული სულის არც ერთი ძლიერი სახელმწიფო საკუთარი მომავლის გეგმარებას არ აკეთებს ისტორიკოსების გარეშე. ისტორიკოსება, რომელმაც ღრმად იციან ძველი კულტურა, ძველი ცივილიზაცია, ძველი ეგვიპტე, ძველი ჩინეთი, ძველი გამიგეთ. რომელმაც ღრმად ამ ცოდნის გარეშე ისინი არ გეგმავენ მომავალს. ჩვენის ხელის გულზე გვაქვს ყველაფერი. აგერ უამრავ წიგნებში თავმოყრილი, ჯერ არ ვკითხულობ, მე არ ვასწავლებ, მე არ ვითავისებ, მე ეს არ ხემძღვანელობთ ყველაფერი ამით. და საჭიროა იმისთვის საბოლოო ჯამში ისე ვიძახი, რომ საჭიროა ჩვენი ღირებულებათა სისტემის დასაცავი. აბსოლუტურად გეთავ. რომელიც არის საგანძური, კაცობრიობის საგანძური. იქ გვაქვს რაღაცეები, რაც მოშურნეობა მაგალითად რამაც თავის დროზე ესტრუსკების დაღუპა, ხო? ის რასაც დღესაც აი ჩვენ თვალწინ ყოველ საღამოს და ყოველ დღე ვაკვირდებით, არა? როგორ მეშურნეობა და შრომისადმი დამოკიდებულება, ხო? არის რაღაცები, რაც ალბათ საზრუნავია, ჩასასწორებელი გვაქვს, ამაზე ზრუნვა საჭირო. მაგრამ ეს არის მთავარი. ეს უნდა იყოს ჩვენი რაკურსი და ყველაფერი ის, რასაც ბატონი გია ლაპარაკობს, რასაც ხალბატონი ბრძანებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტებია, საშენი მასალაა. ფუნდამენტია, ბეტონია, ცემენტია, სამტკიცებელი იმისათვის, რომ ამას მოვლა და პატრონობა ჭირდება. ხო და მოვლა და პატრონობა როგორ ჭირდება? დიახ, ასე არის. აქ გამახსენდა ახლა ქართულ შემოჭრის სიტყვებს კი არ ვამბობ, ჩვენი სიტყვებისა და შესული. ხო, ეგ არის. აი, კარგი შემოჭრა. აი, მაგალითად დამტკიცებულია, სრულიად დამტკიცებულია ჰომეროს ილიადაში და ოდისეაში. ოქროს საწმისი დერმას კი არ უწერია, არამედ ქართული სიტყვა უწერია, ტყავი. აი წარმოიდგინე, რომლის ფორმა ბერძნულში ადრეულ პერიოდში, აი თიხის ფირფიტებზეც კი არის. ესე იგი ჰომეროსამდე 600 წლით ადრე. ანუ არგონავტების მითი, რომ რეალურთან არის დაკავშირებული რეალურ ესე იგი გადაადგილებასთან, ანუ სავაჭრო გზების განვითარებისთვის, ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის ეს ნამდვილად მოხდა და ეს სიტყვა დაფიქსირებულია. ამის გარდა ბერძნულ ძეგლში წერია სიტყვა მოლი, რომელიც არის ერთ-ერთი ყვავილის სახელი, რომელიც იქვე უწერია, რომ ეს კოლხური წარმოშობისაა. რამდენი რამ გითხრათ, რომ კოლხებს აქვსო აპოლონიუს როდოსელი ცნობილი ციტატა, რომელიც არის, აი ეს მინდა წავიკითხო, ქართველებმა უნდა იცოდნენ ეს. აპოლონიუს როდოსელი წერს, კოლხებს შენახული აქვთ თავიანთ მამათა ნაწერები ამოკვეთილი კვირბებზე, ეს თიხის ფირფიტებია, რომლებზედაც მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი. ყოველი მხარე თუ არ დადიან ესენი, როგორ იქნება ეს მოცემული? ხო და აი ეს ამაზე წერდა აპოლონის როდოსელის ამ ციტატასთან დაკავშირებით წერდა ცნობილი გეოგრაფიის ფუძემდებელი გერმანელი მეცნიერი კარლ რიტერი 1861 წელს, რომ კირბები იყო ფირფიტები და მათ კოლხები იყენებდნენ, ანუ კარტოგრაფიის გამოგონება, როგორც ასეთი ბერძნული ცივილიზაციამდე ჰქონდათ კოლხებსო. აი ჩვენთან ეს ძალიან ცნობილი იყო, ჩვენთან ყოველ შემთხვევაში წმინდა ღვთისმოწამე კირიონ მეორეს თავის წიგნში ცნობილი წიგნია და სამწუხაროდ ესეც არ ვიცით, ესე იგი კულტურული როლი ივერის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში. საოცარია ეს წიგნი, რუსულად გამოცემულია 1910 წელს. და წავიკითხოთ, ქართული თარგმანებიც არსებობს, სადაც წერია, რომ საოცარი რამ, რაც ეს მე მოგიყევით, ყველაფერი მას მოსაზრებები აქვს სხვადასხვა ავტორებიდან და მოტანილი. და თიხის ფირფიტებზე, ამ კვირბებზე წერს, ეს ფირფიტები უდავოდი იყო პირველი ჩანაწერები და სავსებით შესაძლოა, რომ ისინი ჰეროდოტეს თვალწინ ჰქონოდა. აი ასეთი ისტორიული მასალები,
ჩემი კვლევების თანახმად მე მარტო ეს ისტორიული მასალა იმისთვის დამჭირდა, რომ მე კლასის ხაზოვანი წარწერების ამოკითხვა პროტოქართველურ ენაზე, რომელიც ჯერ არ არის ქართულ მეგრულ ლაზურსვანურად დაყოფილი, ამ ენის ტექსტები გვაქვს 1427 თიხის ფირფიტაზე. მთლიანად წაკითხულია 500 კერძო პირის სახელი ვიცით. ტოპონიმები, მაგალითად ლასითი, რომელიც დღემდე არის კუნძული კრეტის აღმოსავლეთ ნაწილს დღესაც ქვია. ამის გარდა სახელების გარდა ტოპონიმები გვაქვს აია, კუტაია, კუტაისის მსგავსი სახელი. ეს რატომაზე ბევრი ნახე ქართული აი მაგალითად რომ მე გავაგებინო ქართველებს, მაგალითად ინგლისელები რომ გადადიან ამერიკაში, თავიანთი ტოპონიმი მიაქვს. ასეთი იყო ჩვენი ქართველები რომ მიდიოდნენ თავიანთ ტოპონიმებს აბრწელებდნენ. ყოველ შემთხვევაში ახაზოვან ტექსტები ჩვენ უკვე სრულად გამოვაქვეყნეთ და ახლა რამდენიმე წიგნს გაჩვენებთ რომ ეს არის კემბრიჯში გამოცემული ჩვენს კვლევაზე აქ 400 გვერდიან წიგნში 250 გვერდი ჩვენი კვლევის მიმოხილვა 2010 წელს დაწერილი. ბრავო ბატონო. ხო, ამის გარდა არის ანტლატიპედია, ენციკლოპედია რომ ირლანდიაშია გამოსული. ყოველ შემთხვევაში ფესტოს დისკოზე ნაკლები ვისაუბრე, მე დღეს საერთოდ არ მithქვია ბატონმა შემახსენა. აი, აქ ენციკლოპედიას გადაშლით ფესტოს დისკოზე წერია რომ ის არის დაწერილი უძველეს პროტურ ქართველურ ენაზე. რითიც კიცდება ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ხალხი არც ერთი არა ქართველი. ყოველ შემთხვევაში თქვენ რომ ამბობთ ევროპელებმა, ძირითადად მე ევროპელებმა და ამერიკელებმა მაღიარეს, ყოველ შემთხვევაში როცა თქვენ ობიექტურად დადებთ ობიექტურ მასალას მეცნიერებაში, ეს ყოველ შემთხვევაში მე წავიკითხე მოხსენებები და დაიბეჭდა ჰარვარდში, კემბრიჯში, ოქსფორდში, სორბონის უნივერსიტეტში, საბერძნეთში და ასე შემდეგ. კეიპტაუნშიც კი ვარ ნამყოფი საერთაშორისო კონგრესი იყო ლინგვისტა. ჰონგ-კონგში, ავსტრალიაში, ყველგან სადაც მე შემეძლო ეს ყველაფერი დააფინანსა კერძო პირებმა და დიდ მადლობას ვეუბნები კომპანია ღვინის კომპანიას ხარებას, რომელმაც ძალიან ბევრი ფული დახარჯა ამ მიმართულებით. მერთმა გაუმარჯოს. თუ ჩვენ ამ მიმართულებას გავაგრძელებთ, აი სწორედ რომ გავაგებინოთ ევროპელებს და სხვებს, ევროპელებს და ქართველებს უნდა გავაგებინოთ. ქართველებიც რომ არიცია ვიცი, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ იმ გზაზე ვიბრძვით. ეხლა ამ გადაცემის მაგერად შეიძლება უყურებენ რაღაცა ისტერიკებს, სადღაცა რომელიღაც არხებზე ეწყობა ერთმანეთს თავზე ქოჩორს აგლიჯავენ და ჭიდაობენ და ჭუბობენ და იცახია პარლამენტში შეგვიშვით არ შეგვიშვით და უში ქოჩორს ხელი და ეხლა ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ ის? აი ესე იგი ახაზოვანი წარწერები მე მთლიანად ამოვიკითხე, რამდენიმე შეგიძლია ერთი ტექსტი წაგიკითხოთ. ღვინის ჭურჭელზე არის, რომელიც არის 1000 ლიტრიანი, გეტყვით, იმიტომ რომ უნდა იცოდეს ხალხმა, რომ 3525 წლის წინანდელ ღვინის ჭურჭელზე, ქვევრზე, ანუ პითოსზე, რომელიც 1000 ლიტრიანია, ზედ 2 სტრიქონიანი წარწერა და ზედ წერია დიდი კასრი, სასმელი, ახლა ათენა მიწისა შეპირდა ტიტიკუ. აი ამ ადგილზეც ვარ ნამყოფი, სადაც ეს ნახეს, ყველა დეტალი მუზეუმებში 46 მუზეუმში ვარ მთელ სოფლიოში ნამყოფი, ყველა არქეოლოგიურ ადგილას, ყველა დოკუმენტური მასალა ჩემი მიერ გადაღებული და ჩამოტანილი გვაქვს, ანუ საძებნი არაფერი არ გვაქვს. უამრავი წიგნის გამოცემა პოპულარული სამეცნიერო შეგვიძლია თუ დაგვეხმარებიან თუ არა და ეს ისტორიას ისედაც აქვს და დარჩებად, მაგრამ საზოგადოებამ ეს სამწუხაროდ ეს არ ეწოდინება და ამის გარდა მე გეტყოდით რომ აია ფილმებზე კაი მე მგონი ფილმების გაკეთებაა და აგერ ყავს რომ თიხის ფირფიტებზე ბეჭდები არსებობს, სადაც ზედ აწერია, რომელიც ჩვენი ამოკითხვით კრეტული იეროგლიფებია, ასევე აიეტის სახელი, თიხის ფირფიტა არის ასეთ, რომელიც ბეჭედია. ანუ ადამიანს ქვია კრეტაზე აიეტი, რომელსაც აქვს ბეჭედი. ეს ბეჭედი ხო უბრალო კაც არ ექნება. და ამის შემდეგ არის კიდევ სხვა წარწერები, რომელშიც მოცემულია კუტაია, აიაია, ლასითი და სხვა ტერმინები, ტოპონიმები, რომელიც აბსოლუტურად ჩვენს კულტურასთან არის კავშირში და ერთი კითხვა ყველასთან. ჩვენ ახლა მაინც ევროპისკენ წავედით და ჩვენი საფულო ჯგუფები აზიაში არ არიან. როგორ არა იქნება ამაზეც გვესაუბრა. შუამდინარეთში გვაქვს ჩვენ მიხეილ წერეთლის ნაშრომი 1913 სუმერებს ქვია ორიგინალურად, ძველი წყაროების უფრო ადრეული არა, მაგრამ მოგვიანო პერიოდის კიენგირი ქვია ქვეყანას და ენას ქვია ემეგირი.
მათენა სულ სხვა სახელებიც კი არის იქ ნახსენები ყოველ შემთხვევაში ქალბატონ ნანასაც აქვს ბევრი მასალა ამ მხრივ დაწერილი და ჩვენ გამოვიკვლიეთ მიხეილ წერეთლის ის მასალები რომელიც 200 სიტყვის თანხმედრა შუმერებთან 5000 წლის წინ დღემდე 200 სიტყვა რომ შემოინახა და აქედან 150 ნამდვილად თანხმედრაში არის და ეს არის ეკონომიკური ურთიერთობების დროს ესე იგი შუამდინარეთის ცივილიზაციას სჭირდება ეს დღე ჭირდება მეტალები ამიტომ ჩამოდიან ანუ ამოდიან სხვათა შორის ამ ადგილებს ისინი ეძახიან ზენამიწას ზენარ სოფელი რომ გაგვიგია ქართულად ფაქტობრივად ასეთი სახელი აი შავი ზღვას მოგვიანო პერიოდში ისევ რუსულ ტექსტებში ზედა სხვა ქვია ну ეს დეტალები ყველაფერი ცნობილია იქ ბევრი ურთიერთობები ურარტუსთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ურარტუ ახლა ამ ბოლო დროს გამოვაქვეყნე სამწუხაროდ ბევრმა სპეციალისტმა არის ის რომ ძველწითაღრიცხვის მე-7 საუკუნის რუკა არსებობს თიხის ფირფიტაზე ბაბილონში გაკეთებული სადაც თიხის ფირფიტაზე წერია ურარტუ ანუ არარატი და ცოტა ზემოთ აწერია დიდი მთები სადაც მდებარეობს აი ეს ზუსტად დახატი საოცარი ახლა მე ეს ყველაფერი აქ მაქვს მოტანილი მაგრამ ახლა ვერ ვაჩვენებთ და აი ემდენი კომუნიკაცია პროტოქართველურ კულტურასა და მათ შორის ძალიან დიდია არა მარტო აქ არამედ პაკისტანამდე ჩადის სამწუხაროდ ესეც არ ვიცით იმიტომ რომ პაკისტანში ანუ ინდის ხეობაში სავაჭრო მე გზები გაჩვენეთ თქვენ სავაჭრო გზებით ინდის იმაში შედის ხალხმა არ იცის რომ ინდის ხეობის ზედა ნაწილს ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში დაერქვა ინდოეთის კავკასია და იქ ბევრი ტოპონიმები არის კავკასიური იქ გადატანილი ეს ალბათ ალექსანდრე მაკედონელის უკავშირდება შეიძლება ადრეც ყოფილიყო მაგრამ წერილობით წყაროები ასე გვეუბნება პაკისტანის ტერიტორიაზე რომელზეც დღეს გამოაცხადა უпростоრად ადრე ერთი წლით ადრე ინდოეთმა რომ ვინც გაშიფრას პაკისტანის ტერიტორიაზე წერილობით ძეგლებს $1 მილიონ გადაუხდის შიფრავებს ну იქ პაკისტანში ანუ ამ ტერიტორიაზე არის ხარაპას კულტურა რომელთანაც შეიძლება რომ გაშიფრო მე მყავს რაცნობი ვერ ვიტყვით ამას იმიტომ რომ შეიძლება ადრე ხო ურთიერთობა კომუნიკაცია იცოდეთ რომ მე მარტო მათემატიკოსი არ ვარ ან ლინგვისტი არამედ ეკონომიკის დოქტორიც ვარ ფაქტობრივად ეს შესწავლილი მაქვს მე მთლიანად ეს წერილობითი ძაგლებით ყველა დეტალით ну პაკისტანში არ ჩავსულ ვარ მაგრამ ერაყში ნამდვილად ვიყავი სადაც პირველად ურუქში პირველი დამწერლობითი დოკუმენტები არის ნაპოვნი და ეს ჰაპლო ჯგუფები არის შესწავლილი ამ აი ეს ნაწილი არ არის შესწავლილი როგორც ახლა მე გითხარით ევროპისა ეტრუსკების პელაზგების ეს უკვე შესწავლილია რამდენიმე სამეცნიერო ჯგუფები 21 კაცი შედის ერთ კვლევაში წარმოიდგინეთ ამ ჰაპლო ჯგუფებთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო დოკუმენტური მასალები ბევრი გვაქვს დღეს ძალიან მოკლეო და იმედით მივდივართ რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ მეტად ვეტყვით ამ ინფორმაციას დიდი მადლობა კიდევ ბევრი რამე ძვირფასო ტელემაყურებლებო მიუთითებს იმას რომ ძალიან მაგარიერი ვართ უბრალოდ დავიწყებული ვართ ვინ ვიყავი და რანი ვიყავი და რანი უნდა ვიყოთ და ჩვენი გადაცემები შეეცდება ჩვენი ფილმები მხატვრული ფილმები თუ დოკუმენტური ფილმები შეეცდება ყველაფერს იმას და გადაცემები რა თქმა უნდა რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი თვითყოფადობა და ჩვენ აღვადგინოთ ჩვენი ენერგია. ენერგიის გარეშე ერი ვერ ვითარდება და ენერგია ზუსტად აიქედან უნდა ამოვიღოთ და შთავასხათ ერის სულში, გონებაში და გულში. ესე არ არის? დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან იყავით. მსოფლიო პოლიტიკა და საქართველო, გეოპოლიტიკა, ანალიზი და დისკუსია. ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს 19 საათსა და 30 წუთზე. განახლებული ტელესტუდიიდან, განახლებული ფორმატით. მალხაზ გულაშვილის დიდი რეალური პოლიტიკა.